ჯამშვიდობის მოგესალმებით. ჩემო ტკბილებო და ძვირფასებო, ეხლა აი გუშინკენ ყველაფერი ავალაგე და უკვე იკაც თავის შარველი უკვე ჩამოუფენია. და იქ ზემოთ კი ტილო. ეხლა ესე იგი მე იმას ვქენი დავალაგე. ჩემი ბიოლოგია, ყოველთვის მეტად ბიოლოგიის მეშინია და იმიტომ როდის რა უნდა ვიმეცადინე, რომ რაღაცა მოვასწრო ეროვნულებისთვის. ხო და მაგით ვიყავით დაკავებული. ეხლა არის 11:42 წუთი, ჩვენ გავიხვიძეთ. ხო და წავართ იქით და რაიმეს მოვიმზადებთ გემრიელობას. ჯამშვიდობის. ეხლა წავიდეთ, გადავინაცვლოთ სამზარეულოში. ყავა უკვე მეორე, ანუ პირველი დავლიე, მეორე დავისხი და გამიცივდა და ეხლა გავიცხელე მიკროტალღურში და წავიდეთ დავისხად გაცხელებული ყავა. ამ ჩუსტებს ისეთ საშინელი ხმა აქვს, ნერვებს მიჭრის ხოლმე. დავდივარ. აჰა. ჩემი გამხდარი ყავა. ნახევარიაში. და ეს გახსნათ კომრიტრ სპორტი და 1 კუბიკი ეგ მინდა. 1000 რაღაცა ვჭამე უკვე. ჯერ არ გათენებულა და თხილი და ქიშმიში აქვს ესე იგი. რამდენი კალორია გვაქვს? 508. 6 გრამია. მე ეს მომეწონა ძალიან სოფიამ რომ მოიტანა მაშინ. აი ძალიან მომეწონა მარციპანით. კატალბის აკეთი იქი და აქავებენ. გადმოხტა? ფრენა უნდა და? რა დაიმხე თავზე? ველურო. ველურია. ტუალეტის ქაღალდებს ხევს? დაათრევს. და ხევს, თამაშობს.
მარიამ ნინი ლამაზო მიყვარ ხარ. ბარბანი შენს ვიდეოებზე ვარ გაზრდილი 7 წლიდან ვუყურებ შენს ვიდეოებს ახლა უკვე 14 წლის ვარ მიყვარ ხარ ძალიან საყვარელი ხარ. მერი გილოცავ ნინი დამდეგ შობა ახალწელს ბატონო. საყვარელია იგი. ოი ოი. მე არ ვარ შენი შვილი ძაღლმა იპოვა ხო? სიყო. მე მყავს ლეკვიშვილები ხო? შენ სიო გინდა დედას. შენ ციყვი ხარ? დედა გინდა? დედა ციყვი. დედა ციყვი გინდა? მოვა დედა ციყვი. შენ ბიჭი ხარ? ბიჭი ხარ? ვიმე რა საყვარელია რა პატარა. ასაბანინ ბედნიერი დღე. მეც მიკვირს ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად იფრთხილება კვერცხიანი და რატო ვარ გაკურებული მეც. ნიჯვარი რომ იყიდე რატომ არ გიკეთიაო თეონა. აიმე თეონა. ერთმანეთზეა ხოლმე. კი გაიზრდება. ერთი პერიოდი არ მეკეთა, იმიტომ რომ გაწყდა. ხო, გაიზრდება და მე ანუ როგორ თქვა, ხელით გადავაბში. თან იმ გრძელი ფრჩხილით მე ვეღარ გავიკეთე. ხო და ეს ფრჩხილები რო დავიხსენი. მე გავიკეთე. თან ისეთ შეგრძნება მქონდა რომ უნდა გამეკეთებინო. სადღე იყო აღარ მახსოვს და აგერ მიკეთია გენაცვალე. ჩაგაბარე აჩოტი რომ ნამდვილად მიკეთია. ხო. ბიგა. ბიგა. თეკო. ნინი როგორ ხარ ვიტუნანო საყვარელი რამხელა გოგო როგორ მახსოვს პატარა სულ პატარა ევა იკა ყველას მოგიკითხავთ მიხარია თქვენი ყველაფერი კარგი დამდეგს დედა ვიდეოს ვიღებ ხო იცი დამდეგს კილოცავთ მადლობა თეკო ძვირფასო ანა ნინი რამდენ კილოზე ჩამოხვედი მაგას გაჩვენებთ ოღონდ მერე ისეთი ციფრ დღეს კიდე ჩამოვედი ერთ ახალ ციფრზე რომელიც არ მინახავს ალბათ 11 წელია ჰალელუია ბედნიერი ახალი წელი ქონოდეთ საყვარელო ბევრი სიახლეები და ხალისიანი დღეები მიყვარ ხარ მადლობა ძვირფასო ინგანი ევარა საყვარელი ხარ აჭკვიანი ხარ ნინი მადლობა ძვირფასო გვანცა ნინი ჩემთვის ხარ დედოფალი ძალიან მიყვარ ხარ ვაიმე დიდი მადლობა ძვირფასო ნინ გატკბილი გოგოებიო ნათია 54 რაღა დროის 54-ია ნათია ფაფუ 54 მარიამ ნინი მიყვარ ხარ baby bat. Yes. That's baby bat. დედა, მოდი იქით წავალ, კაი ცოტა ხანი. აი, ანდრიას უთხარი რეებიც გინდა. და მიაქცია ყურადღება. არ უთხრა. აბა ნახოთ. ნინი ვიცი მიხვდები, ახლა რაღაც მაქვს საუბარი დაწმუნებული. ვარ შენს გამოგივლია ეს მომენტი და მინდა რომ დამეხმარო და მომცა რჩევა რომელიც პირველ რიგში უნდა გავაკეთო მოკლედ ფიქრობ რომ დაკლება მჭირდება და ვიწყებ დაკლებას 2 დღე ვიცვლი კალორიებს მესამე დღეს ყოველთვის მერღვევინება ამასთანავე ხშირად ვიხილებ ისარგეში და მომწონს ჩემი თავი და ზოგჯერ არ მომწონს დაკლებული მაქვს უკვე 4 კილო და სანამ დაკლებას დავიწყებდი მანამდე უფრო ბედნიერი ვიყავი ვიდრე ახლა თავში სულ ციფრები მაქვს ყველაფრის გაჩერებას როცა ვფიქრობ ამ დიეტების და ყველაფრის მეშინია არ მოვიმატო ინტუიციურადაც როცა ვიკვირვები მაშინაც სულ ტვინში მომატების შიში მაქვს ისე კი მაქვს ზაფხულამდე 2 კილო მომატებული ზაფხულის მერე 2 კილო მომატებული თან ახალი წლის პერიოდიცაა. თვითონ აუცილებლად დამიწერო შენი ასაკი სავარაუდოდ
სავარაუდოდ მოზარდი ხარ, ხო? ანუ როგორი რაღაცა არის, ახლა ნახე, ინტუიციური კვება, პირველ რიგში ინტუიციურ კვებაზე ვიტყვი, რომ ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით ინტუიციური კვება მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს კვებითი აშლილობა ან კვებითი დარღვევა, რაიმე მხარეს მაინც. ანუ ადამიანს, რომელსაც თავში აქვს გახდომაზე ფიქრი, ის ვერ შეძლებს, რომ ინტუიციურად იკვებოს. ინტუიციურად კვება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როცა არანაირი მიზანი და გეგმა არ გვაქვს, მე რაც გავს ჭიქა. ესე იყოს. არანაირი მიზანი და გეგმა არ გვაქვს, უბრალოდ ვენდობით ორგანიზმს, მივყვებით მას და საჭმელი არ არის ჩვენთვის არც შიში, არც სიამოვნება, ის არის უბრალოდ საჭმელი და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანები რეალურად ინტუიციურად იკვებებიან და ასეთი ადამიანები რეალურად ინტუიციურად იკვებებიან, მთელი ცხოვრება არიან გამხდრები. მათ არ აქვს წონის პრობლემა, ისინი საერთოდ არ ფიქრობენ წონაზე, უფრო მეტად საჭმელზეც არ ფიქრობენ. მაგრამ ადამიანს, რომელსაც აქვს ყველა სხვა მდგომარეობა, გარდა ზემოთქმულისა, ინტუიციური კვება ანუ არ მუშაობს. იმიტომ არ მუშაობს, რომ ნახე, როცა შენ ფიქრობ, დაკლება რო გინდა იმაზე და ღელავ იმაზე, რომ ისე კი რომ მოიმატე, რეალურად ამ დროს გამომუშავდება კორტიზოლი, ანუ სტრესის ჰორმონი და უფრო გიბიძგებს იმისკენ, რომ მეტი ჭამო. ანუ და ასეთ შემთხვევაში ინტუიციური კვება არის შეუძლებელი. ეხლა რაც შეეხება შენ წონას, მე არ ვიცი რეალურად შენ დასაკლები გაქვს თუ არა. ანუ შესაძლებელია, რომ ზედმეტი გაქვს ის კილოგრამ ბირთვი დაკლებაც გინდა, შესაძლებელია, რომ ზედმეტი არ გაქვს. რეალურად გამოითვალე შენი სხეულის მასის ინდექსი და ნორმა რაც არის 18.9-დან. 18.9-ზე ქვემოთ არ უნდა იყოს. ანუ ჯანსაღ მაშინ აუცილებლად ჩდებოდე BMI სხეულის მასის ინდექსი, ჯანსაღი სამედიცინო ისინი რო არის 18.9-დან 25-მდე აგონი. აი მაგაში უნდა ჩდებოდე. ეხლა ზედაზღვარზე იქნები თუ ქვედა ზღვარზე, ეგ უკვე შენი გემოვნების საკითხია, მაგრამ მაგ იმაში ნორმაში უნდა ჩდებოდე, ანუ მაგის ქვემოთ არ უნდა იყო, მაგის ზემოთაც არ. თუ მაგის ზემოთ ხარ, ესე იგი დასაკლები გაქვს ყველა ვარიანტში, თუ მაგის ქვემოთ ხარ, დასაკლები კი არა მოსამატებელი გაქვს და ორგანიზმი რო გეწინააღმდეგება ბუნებრივია. თუ ნორმაში გაქვს და უბრალოდ გინდა რომ უფრო ცოტა 2, 3, 4 კილოთი ნაკლები იყო, ანუ ნორმის შუაში თუ ხარ და გინდა ცოტა ქვემოთ ჩამოხვიდე, ეგეც ნორმალურია. კალორიების თვალს რო იწყებდა თავსანებებ, ეგ ბუნებრივი რაღაცაა, იმიტომ რომ ორგანიზმს არ მოსწონს ჩარჩო, რომელშიც სვავ. დეფიციტი არის ჩარჩო, რომელშიც ჩვენ ვზივართ. არ მოსწონს ყველაფრის ბჭყალებში უფლება, რომ უკონტროლობის უფლება რო ერთმევა, ეგ არ მოწონს და რა თქმა უნდა, დეფიციტის დროს უფრო ნაკლებს ჭამ, ვიდრე ისე. შესაბამისად, ორგანიზმს ეგ არ მოსწონს და გეწინააღმდეგება. რა უნდა გააკეთო? თუ მართლა გაქვს დასაკლები, უნდა დაიკიდო, ვაიმე არ შემიძლია, ვერ, ჰუი, უნდა გააკეთო. ანუ არ შეგვიძლია და ვერ არ არსებობს. არსებობს არ მინდა საკმარისად. ან გინდა საკმარისად აკეთებ, ან თუ საკმარისად არ გინდა, ეგუები იმას, რაც გაქვს. ოღონდ თუ ეგუები იმას, რაც გაქვს, აღარ ფიქრობ დაკლებაზე, თორე თუ იქ-სადაც ხარ ისევ დაკლებაზე ფიქრობ და თანამისთვის არაფერს არ აკეთებ, ეგ არის რეცეპტი წონაში მატებისთვის. ანუ თუ შენ არაფერს არ აკეთებ დასაკლებად, დანერვიულობ იმაზე, რომ დასაკლები გაქვს, ეგ არის რეცეპტი წონაში მატებისთვის. რეალურად არ უნდა მიიღო ის, სადაც ხარ და უბრალოდ შეინარჩუნო ის, რაც გაქვს, ან და ეს ადვილი იქნება უფრო ღელვას თუ გამორთავ. ან თუ ღელვას ვერ თავ და ნამდვილად კიდე დაკლება გინდა, მაშინ უნდა დაიწყო და მიიყვანო ბოლომდე. ეს არის ჩემი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამივლია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შენადგილსაც ყოფილა, ეგ სიტუაციაც მქონია, რა თქმა უნდა და ერთადერთი გზა ეგ არის, რომ ვდგებით და ვაკეთებთ. მინდა, არ მინდა, დავიღალე, ცუდად ვარ, დღეს ასე, დღეს არაფერი. გადავწყვიტე, ვაკეთებ. მორჩა. ასე სწავლაში, ასე ყველაფერში. თუ არა და შედეგი არ იდება. ეხლა მე ჩემ თავს ყოველ დღე ვეჭიდავები, რომ საკეთები ყველასაგან ვიმეცადინო. იმიტომ რომ ვიღლები და ჩემ თავ ვეუბნება. უიმე დავიღალე, ჰუი და შეიძლება იყოს დღე, როცა რაღაცაგანი არ ვიმეცადინო.
მე ვეუბნები ჩემს ქალბატონო ვერ ჩააბარებ. მაგრამ ის ჩვევები რაც უკვე გამომუშავებული მაქვს, ანუ იმაზე უკვე აღარ მეუბნება. ის იცის უკვე რომ გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ეს ახლებზე. ნუ ეს ნორმალურია. თავიდან გამტრევს, იმიტომ რომ უქმნი ჩარჩოს. მაგრამ მე ეს ჩარჩო გაძლევს თავისუფლებას. ამიტომ გიღირს თუ არა, აი ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. ნათია ბედნიერი ახალი წელი შენ სულ ამაზეს ოჯახთან ერთად. მადლობა ძვირფასო. ეკა მისაბაძიშვილები ყასნენი მადლობა საყვარელო. ლეონინი ბედნიერი დღე ძვირფასო მადლობა. მერინი იბერძნოთ ფრესკონშტანს ახალს ჩვენ რომ ვიწვეთ ხოლმე ახალი ხორცი და ასე შემდეგ. ой, ეგ არ ვიცოდი. ლეპი სამნინი მესენჯერზე მოგწერთ, თორე შეძლებთ ნახეთ რა ვნახეთ არაფერი არ არის. მარინი ლამაზ როგორ ხარ? ცისი წმინდა ნიკოლოზობას ეს უკვე ძველებში წავედი. მოგეთ აი ესეთი იყო ჩვენ დილის ამბები თკბილებო. ეხლა რაღაცა მშია და არ ვიცი რა მშია. ხოდა რამე უნდა ვჭამო და ასევე მწყურია. მშია და მწყურია მწყურვალი. მე რომ მეცაინო ბიოლოგია. მე ეს ვიდეო თქვენთვის გავაკეთო და მე დღევანდელი დღე. მე თან მშვენიერი ცხოვრება. გამახსენდა რა უნდა ვჭამო. შაბათს რო გავაკეთე ხო გახსოვთ ისა. ჩაშუშვილი კომბოსტო. 2 დღე ამიდევს, ერთხელ ვჭამე. გუშინ წინ ემას ძაღლზე გადას ვაჭამე. ნუ, ხორცები ამოჭამეს და კომბოსტები დატოვეს, ფილეთი იყო. გუშინ თოკო შეჭამა. თარაზ დარჩა ახლა გავიცხერებ იმას შევჭამ. ვაიმე, რა გემრიელად შევჭამ. და. დავიდეთ. გავათბოთ და ვჭამოთ. ჩემი გოგონები, ჩემი მასხარები, ჩემი პატარები. შეფუთული აგერ არის. რამდენი ყოფილა უფრო ნაკლები მეგონა რო იყო. ტუნის დუნები, დედას ტუნის დუნები. 54 კალორია ამას 100 გრამზე. if არის ხოლმე მომენტი, როცა დილი და მშია. არის ხოლმე მომენტი, როცა საერთოდ არ მშია. რა არის? შენს გშია დილიდან? ცუნი მივიდა უყურე. მე თუ რა გოჭია ეს კატა. კატა კი არა გოჭია მგონი და შემომაპარეს კატად. კატა ხარ თუ გოჭი ხარ? რომელი ხარ? კატაა თუ გოჭია ეს? ეს კატაა თუ გოჭია? გოჭი. რას ამოხტი შეგოჭო შენა? ამ ყველს რომ მოიჭრით, მერე დახურეთ. რატო ვერ გასწავლეთ ეს ვერ გავ. ნუტელა? ნუტელა. ნუტელა მინდა. და ნუტელა. ნუტელა მინდა. Okay. No, Nina, Ella,
მოდი, მოითრი ესა და ხან. I'm a gummy bear. I'm a gummy bear. Help me. I'm a gummy bear. You are gummy bear? Yes. You are here. I'm a gummy bear. I'm a gummy bear. შავი პური, რომელიც ვიყიდე. იქიდან მე აი ეს დამრჩა. არა, არ ვწყვე მე მაინც არ ვჭამბე პურს. რა, აბა გინდა წაგისვა ხო? პურზე წაგისვა თუ იმაზე, ხლებციზე? რომსის ქინოჭრები? წიწიბურა უნდა მოუხარშო. წიწიბურას უნდა იყოს სახში. მოხარჩული. აჰა, მოდი. წაიღე ჩემო სიყვარულო. აბა ეს რა შუბა. კიდე უნდა. ოკეი, ამას გარეთ წავიღებ. ერთი ჭამა კიდეა. დაგემრიელია. ფოტოსი მწარე აკლია. დანჩენი. სიმწარე. შავი პური. ასე და ასე. დავაჭით. Alright.